კაცი, რომელმაც ყველა გაგვაცურა. ანუ იუდა. ერთის მხრივ, სანამ იეშუა 40 დღე უდაბნოში დადიოდა მშიერ მწყურვალი და მარხულობდა, ასევე საცდურებს და განსაცდელებს ებრძოდა. თვითონ ღმერთი, წარმოიდგინეთ. მოწაფეები სხვადასხვა საქმით იყვნენ დაკავებულები. და რას აკეთებდა იუდა? იუდა ხომ ხაზინადარი იყო. ყველაზე კარგად მან უწყოდა რა იყო შენაწილი, რა მოცულობის და სად ინახებოდა. ძალიან დიდი ქონება იყო. 3 წელი მადლიერი მრევლი და მიმდევრები იეშუას წირავდნენ. ბევრად წირავდნენ ალბათ. და ვინაიდან ყველა მიცოდა რომ აღსასრული ახლოს იყო და იეშუ უნდა ამაღლებულიყო ზეცად. იუდა არ აპირებდა რომ იმისთვის ეს ქონება გაეყო. ამიტომ დაგეგმა ის, რაც დაგეგმა. ღალატი, რა იეშუს არ ცნობდნენ სახეზე. მთელი იერუსალიმი იცნობდა მას. მაგრამ მაინც მას უნდა ეჩვენებინა დანარჩენი მოწაფეებისთვის, ვინ იყვნენ მის მხარეს. ეს იყო ამბორი. ხურდები 30 ვერცხლი. 30 ვერცხლი არაფერია იმ ქონებასთან შედარებით, რომელიც მას უნდა მიეღო. ეს იყო ძირითადი მისი საცდური, რომ ქონება არავისთვის არ უნდა გაეყო. ამბორყო და ყველამ დაინახა, ვინ გასცა იეშუა. და ყველას დაანახა, ვინ არის მის უკან. ანუ ძლიერები. იქ სინედრიონის წევრები, იქ რომაელები და ეს საკმარისი იყო იმათვის, რომ დაენახათ. იუდას არ უნდა მიყარებოდნენ. და შემდეგი ლეგენდა, მეორე ლეგენდა, თითქოს თავი ჩამოიხრჩო. თითქოს აფრიკაში მიმავალი ნახეს. კაცმა არ იცის რა გააკეთა იუდამ. მაგრამ ის იცოდა რომ იმ ღამეს რომ მომკვდარიყო, მას იეშუ აპატიებდა. ვინაიდან იეშუს ნათქვამი ჰქონდა, ის სულებს დაიხსნა ჯოჯოხეთიდან და ამოიყვანდა. არ ვიცი რა ეგონა იუდას სულების დახსნის შემდეგ გარდაცვლილები გაცოცხლდებოდნენ თუ არა, მაგრამ ეს მისთვის ერთგვარი სუპერ გარანტია იქნებოდა. ჭკვიანი კაცი იყო, ფულიც მიიღო, თან გარანტიებით. თან რომაელები და ებრაელი მამამთავრები გააცურა. მათ ფულზე ხომ არ უფიქრიათ. მათ ისეთი ბოღმა აღჭურდათ, რომ იეშუ როგორმე მოეშორებინათ, ვინაიდან კაცი იყო, რომელმაც დინების საწინააღმდეგოდ წასვლა გადაწყვეტა და მთელი ერი გამოაფხიზლა. ამის რელიგიის ჭეშმარიტი სახე დაანახა. არავინ დაუშვებდა ამას. მაგრამ ამით ისარგებლა სწორედ ჩვენმა იუდამ. ამიტოა გენიალური და ამიტოა ჩვენი რელიგია ყველაზე მაგარი, იმიტომ რომ აძლევს საშუალებას ქრისტე იეშუა აძლევდა ყველას იმის შანსს და გვაძლევს იმის შანსს, რომ ჩვენ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება, ნების თავისუფლება. აი ამას გადაგებს ჩვენი რელიგია, ნების თავისუფლება. აი შემდეგ პასუხისმგებელი ხარ შენი არჩევანის გამო, შენი ნებისთვის. მაგრამ ნების თავისუფლებას გვაძლევს ჩვენი რელიგია და ამით არის უნიკალური და ერთადერთი.